ემიგრანტებმა, რომლებსაც ოცნება საზღვარგარეთ არჩევნებში ხმის მიცემას უბრძალავს 2025 წელს საქართველოში ფულადი გზავნილის სახით 7 მილიარდ ლარამდე გამოგზავნეს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მხოლოდ სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 317 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკიდან შემოვიდა. რაჟდენ კუპრაშვილი, რომლის ბიუროსაც კალაძე გარედან თავს მოხვეულ ორგანოს უწოდებს ხელფასის სახით, თვეში 12,400 ლარზე მეტს იღებს. ბოლო 3 წელში კუპრაშვილის ხელფასი 203%-ით გაიზარდა, მან 2024 წელს ხელფასის სახით 96,218 ლარი მიიღო. ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ბიურო მარტიდან გაუქმდება. კონში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, მანქანაჯერ თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ელექტრობოტს დაეჯახა. პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დივერსიული აქტებისთვის სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. საბოტაჟთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი პირებს 14 წლის ასაკიდან დაეკისრებათ. არასრულწლოვნების საბოტაჟში ჩართვა კი სამუდამო პატიმრობას გამოიწვევს.